პროექტზე სამუშაოდ პირველ რიგში ეკრანზე დავამატოთ ახალი საქაღალდე. გავხსნათ ჩვენი სამუშაო ხელსაწყო Visual Studio Code. მოვათავსოთ საქაღალდე ედიტორში და დავამატოთ ჩვენი ფაილები. მარცხენა მხარეს New File ღილაკზე დაკლიკებისას დავამატოთ index.html და მას შემდგომ, რაც ფაილის სახელი სწორად იქნება ჩაწერილი, ამის შემდგომ დავაგენერიროთ კოდი. ძახილის ნიშნით, Enter-ით გამოგვიჩნდება ასეთი კოდი, სადაც საწყისად მოცემული არის doctype HTML, შემდგომ HTML root ელემენტი, რომელშიც ჩადგმულია head და body და ყველა კოდი, რაც კი ჩვენ პირველ გაკვეთილზე ვისწავლეთ, body ტეგში უნდა მოვათავსოთ. ჩვენ ვისწავლეთ h1 ტეგი, რომელიც სათაურისთვის განკუთვნილი ტეგი არის, ასევე h2, h3, 4 და h6-ის ჩათვლით. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენ გინდათ ეკრანზე გამოჩნდეთ, გამხსნელ და დამხურავ ტეგებს შორის უნდა ჩაწეროთ, მაგალითად hello world და არ უნდა დაგვავიწყდეს კოდის შენახვა. კოდს ვინახავთ კლავიატურაზე Ctrl + S-ის ერთად გააქტიურებით. კლავიატურაზე როგორც კი Ctrl S დააწვევით, თქვენი კოდი შეინახება. ასევე ფაილის დასახელებაში თუ კი ეს თეთრი ბურთი გიჩანთ, ესე იგი კოდი არ არის დასეივებული, მაგრამ როგორც კი დავასეივებთ, როგორც ხედავთ, ეს ბურთი გაქრა, ხო? გარდა ამ სათაურის ტეგებისა ვისწავლეთ პარაგრაფ ტეგი, რომელიც შედარებით დიდი ზომის ტექსტებისთვის გამოიყენება, მაგალითად lorem 10 რომ დავწერო, 10 სიტყვიან წინადადებას დავაგენერირებ. ასევე a ტეგი, რომელიც ლინკებისთვის გამოიყენება. Google რომ ჩავწერო და აქ მივუთითო https://www.google.com სიტყვა Google-ზე დაკლიკების შემდგომ ამ კონკრეტულ მისამართზე გადავალ. საბოლოოდ ჩვენ უნდა გვქონდეს დაინსტალირებული Live Server extension-ი. მას შემდგომ, რაც Live Server extension-ი გვაქვს, დაბლა გამოგვიჩნდება წარწერა Go Live და Go Live-ზე დაკლიკების შემდგომ ჩვენ გადავალთ ბრაუზერში, სადაც ვნახავთ შედეგს ჩვენი დაწერილი კოდის.